დიახ, მარეგულირებელი კომისია ახლა ითვლის, რამდენი თეთრით გაძვირდება ელექტროენერგია და რა ტარიფით შეხვდება მოსახლეობა ახალ წელს. BMJ-სთან ინტერვიუში სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ ისაუბრა და დაადასტურა ის, რომ დიდი ალბათობით ფასი აუცილებლად გაიზრდება ელექტროენერგიაზე და ამ გადაწყვეტილებას სემეკი მარეგულირებელი კომისია ზუსტად ორშაბათს 29 დეკემბერს გამოაცხადებს. თუმცა დავით ნარმანია ირწმუნება, რომ ტარიფის ცვლილება დიდად არ არის მოსალოდნელი, გაიზრდება მხოლოდ მცირედი და ხსნის და ასახელებს იმ მიზეზებს, რის გამოც სემეკი იძულებულია, რომ ელექტროენერგიაზე ფასები გააზარდოს. BMJ-სთან ინტერვიუში სემეკის თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს გამოწვეულია ორი ძირითადი ფაქტორით. ერთი ეს არის გამანაწილებელი კომპანიების მიერ სექტორში სავაჭრო ინვესტიციების განხორციელება და ზოგადად ბაზარზე გაძვირებული ელექტროენერგია. ტარიფის ცვლილება ბუნებრივია შეეხება ყველას, როგორც საყოფაცხოვრებო მომხმარებელს, ანუ მოსახლეობას და ასევე ტარიფები გაიზრდება კომერციული სექტორისთვისაც, ბიზნესისთვის. რაც შეეხება ამ დროისთვის არსებულ ფასებს ელექტროენერგიაზე, ფასები დამოკიდებულია მოხმარების მიხედვით, დანახარჯის მიხედვით უფრო სწორად და მერყეობს 15-დან 30 თეთრამდე. შესაბამისად, ზუსტი ფასი, რამდენი თეთრით გაიზრდება ფასი ელექტროენერგიაზე და რა ფასით შეხვდება მოსახლეობა ახალ წელს ხდება ცნობილი, როგორც უკვე გითხარით, ორშაბათს. ჩვენს მიერ დადგენილი ტარიფი შეეხება ყველა კატეგორიის მომხმარებელს. ეს არის როგორც საყოფაცხოვრებო სექტორი, სადაც სამი კატეგორია გვაქვს. 0-დან 100 კილოვატამდე მომხმარებლები, 100-დან 300 კილოვატამდე მომხმარებლები და 300 კილოვატიდან მეტს, ვინც მოიხმარს თვის განმავლობაში. ტარიფის ზრდის მოლოდინი არის ძალიან დიდად არა, თუმცა არის გამომდინარე იქიდან, რომ ერთის მხრივ განაწილების ტარიფი იზრდება, ვინაიდან მნიშვნელოვანი ინვესტიციები იდება ქსელში. ასევე ზოგადად წლიდან წლამდე ენერგიის ღირებულება ძვირდება, ენერგია ძვირდება, მოხმარება იზრდება, აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი ტარიფზე მოქმედებს. არა და ქართული ოცნება 2012 წელს პირდებოდა ხალხს, რომ ელექტროენერგიაზე ფასები გაანახევრდებოდა, პროდუქტებზე ფასები გაანახევრდებოდა, თუმცა 2012 წლიდან თუ ტენდენციას შევხედავთ, ნახავთ, რომ ელექტროენერგიაზე ფასები ყოველწლიურად იზრდება და თუ მონაცემებს გადავხედავთ, საფეხურეობრივი ტარიფი მოქმედებს, მაგალითად თბილისში იმ მომხმარებლებისთვის, რომელიც მოიხმარს 100 კილოვატზე მეტ ელექტროენერგიას, მათთვის მოქმედებს 15 თეთრიანი ტარიფი, ვინც 300 კილოვატზე მეტს მოიხმარს, მათთვის უკვე ტარიფი არის 30 თეთრი, თუმცა როგორც უკვე გითხარით, ორშაბათიდან უკვე ელექტროენერგია გაძვირდება როგორც მოსახლეობისთვის, ასევე ბიზნესისთვის და ეს ბუნებრივია წარმოადგენს პრობლემას, რადგან ელექტროენერგიაზე ბიზნესისთვის გაზრდილი ფასები, ტარიფები გამოიწვევს იმას, რომ აუცილებლად გაიზრდება ფასები როგორც პროდუქტებზე და ასევე სხვადასხვა საშუალებებზე, მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად ზუსტად გუშინ ირაკლი კობახიძემ ისაუბრა ხელოვნურად გაზრდილ ფასებზე, პროდუქტებზე და მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ამ მიმართულებით ქართული ოცნება პრობლემას გადაჭრიდა.